არაფერი არ გამომდის, არ შემიძლია. როდესაც ნაკლებად მოქმედებ, ნაკლები წარმატების მიღწევა შემიძლია. დაბალი თვითშეფასება ძირითადად ვლინდება იმაში, რომ ადამიანი არის მოცული ფშიშში და მუდმივად ცხოვრობს უსაფრთხოებისკენ სწრაფვით. მისთვის არ არის მნიშვნელოვანი რაღაცა კრეატიული იდეები განახორციელოს პირიქით, ის რჩება პასიური, საკუთარ ძალებში არ აქვს თავდაჯერებულობა, ამიტომ არიდებს თავს უფრო ხშირად სოციალურ შეკრებებს. ის არის რაღაცა მუდმივი უკუკავშირის ციკლი, ასე რომ ვთქვათ, მაგალითად, მე თუ არ ვენდობი ჩემს გონებას, ჩემს განსჯის უნარს, რა თქმა უნდა, ნაკლებად ვმოქმედებ. როდესაც ნაკლებად ვმოქმედებ, ნაკლები წარმატების მიღწევა შემიძლია. ანუ ისე ვადასტურებ აი ამ ჩემს უმწეობას, რომ არაფერი არ გამომდის, არ შემიძლია. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მე ვენდობი ჩემს გონებას, ჩემს განსჯის უნარს, უფრო დიდი ალბათობით ვმოქმედებ რაციონალურად. ხოლო რაციონალური მოქმედება ხშირ შემთხვევაში მოაქვს წარმატება. შესაბამისად, აი აქაც მყარდება. აი ის განცდა, რომ თუ მე რაციონალურად ვიმოქმედებ, მივიღებ წარმატებას, მივახცევ წარმატებას და მყარდება ჩემი აი ეს რაღაცა თავდაჯერებულობა, რომ მე შემიძლია გავუმკლავდე სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციას.